უკვე ჩვენს ძვირფას სტუმართან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ისტორიკოსი ჯაბა სამუშიაა ჩვენთან სტუმრად. ბატონო მე გადავალ თუ შეიძლება ბატონ ჯაბა. მოგესალმებით. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მობრძანდით ჩვენთან და გამონახეთ რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველისთვის და ცოტა უფრო მეტად ვისაუბროთ ამ თემაზე. ეხლა აქ ჩვენ გვაქვს მონიშნული ერთი ასეთი ფრაზა: თბილის დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი. ამას ამბობს უბრალო ჯარისკაცი გივი ღამბაშიძე 1921 წლის 25 თებერვლის დილაზეა საუბარი. აი ისტორიულ ჭრილში რომ ვისაუბროთ ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით კარგად რომ ეს დაიწყო ჯერ ბაქოდან, შემდეგ გადავიდა სომხეთში, მაგრამ მცდელობაც იყო მანამდე და მოკლედ აი ეს ყველაფერი რომ გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს და განვიხილოთ ისტორიულად როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მაგ ფრაზის გაგრძელებას ასვათ შეიძლება ჩავმართოთ გაგრძელებად თუ იმასაც აღნიშნავთ რომ აი მოვლენების დროს როდესაც 11 თებერვალს ნეიტრალურ ზონაში ბორჩალოში დაიწყო ეგრეთ წოდებული აჯანყება რეალურად დაიწყო 11 არმიის საბრძოლო მოქმედებები იმიტირებული თავიდან ბოლო ეს იყო იმიტირებული ეს იყო სანქცირებული რა თქმა უნდა მოსკოვიდან ამას ამზადებდნენ რამდენიმე თვის მანძილზე მერტიც დავალება ჰქონდა მაშინ საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიას სადაზვერო რუსეთის სადაზვერო სამსახურს შეეგროვებინათ ინფორმაცია ყველა იმ გადაცდომაზე, ყველა იმ დეტალზე, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ასე ვთქვათ აკეთებდა, ახორციელებდა, რომ ეს მერე საბაბად გამოეყენებინათ აი ვითომ და აჯანყებისათვის. მთელი ეს ასე ვთქვათ პროცესი რა თქმა უნდა იმართებოდა მოსკოვიდან, მართავდა სტალინი, კავკასიაში ორჯონიკიძე ჩვენ და სამწუხაროდ ორი ქართველი რომელიც ამ მოვლენებში შეჩართული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რომ აი სწორედ იმ დროს როცა იწყება ეს ასე ვთქვათ აჯანყება, ვითომ და აჯანყება, ანუ იწყება მე-11 არმიის შემოსვლა, მართლაც თბილისი თავისი ყოველდღიურობით ცხოვრობს. მოლოდინის არის. გვაქვს ცნობები რომ ჩვენ გქონდა მოლოდინი, ამაზე ცნობაც გვაქვს იმისა რომ თქვათ ბაქოში მე-11 არმიის გენერალური შტაბის გეგმა ჩაუვარდა ქართველებს და ეს ნამდვილად ესე იყო, სადაც იყო საუბარი თუ როდის უნდა განხორციელებულიყო თავდასხმა 20 წლის მიწურულს გეგმავდნენ. შემდგომ ეს თარიღი გადაიწია მარტი-აპრილისათვის იყო ასე ვთქვათ მოლოდინი რომ დაიწყებოდა ეს შეტევა, მაგრამ მაინც ქართული საზოგადოება ცხოვრობს თავის ცხოვრებით. აი მაგალითად მე შემიძლია გითხრათ გაზეთი საქართველოს რესპუბლიკაში, სადაც არის პირველად ცნობა რომ ბორჩალოში რაღაც ხდება, იბეჭდება მეორე გვერდზე აბსოლუტურად ამას ვთქვათ მნიშვნელობა ნაკლებად ქონდა მინიჭებული და იქვე არის რომ საქართველოს მთავრობა აწყობს საზეიმო ბანკეტს 27 იანვარს საქართველოს დე-იურე ცნობასთან დაკავშირებით და ეს საზეიმო ბანკეტია განხილული. რაღაც ამის საძირკველი, ფიქრის საძირკველი ხარ, რა თქმა უნდა, დაყრდნობა ამაზე ალბათ არ შეიძლება, მაგრამ აი 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება ხო არ იქნებოდა სიმშვიდის საფუძველი თუ? ცით რა არის, სიმშვიდის საფუძველი, რა თქმა უნდა, არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ რუსეთის დობა მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ის აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდა აზერბაიჯანის მიმართ და აწარმოა მერე სომხეთის ოკუპაცია და გაწითლების შემდეგ რა თქმა უნდა არ უნდა ყოფილიყო. მე მგონია ცნობები კიდევ ამ გქონდათ ქართულ მხარეს იმის შესახებ რომ რუსეთი ამზადებს დიდ თავდასხმას და გადაჯგუფებებიც ხდება. ეს ხომ არ არის მხოლოდ ხა ჩვენ საუბრობთ თებერვლის მოვლენებზე და მთელი აქცენტი რა თქმა უნდა ბუნებრივია გადატანილია იმ საბრძოლო მოქმედებებზე რომელიც მიდიოდა ქვემო ქართლში და წითელი ხიდიდან მომდინარე საფრთხეზე. თუმცა საქართველოს ყველა მიმართულებით შემოუტია იმ დროს რუსეთმა. მე-9 არმიის ნაწილები უტევს შავი ზღვის მიმართულებით და მათ მერე გაგრა იღეს და სოხუმი და მერე მათი მე-11 არმიასთან მოხდა მათი ასე ვთქვათ შეერთება მამისონის უღელტეხილიდან, დარიალიდან, ზაქათალას მხრიდან, ასე რომ ყველა მხრიდან იწყება. მეტიც საერთაშორისო შეთანხმებაც აქვთ დადებული ფარული შეთანხმება თურქეთთან და სამხრეთიდან იწყება თურქეთის შემოტევა 21 თებერვალს ჩვენ ახლა ჩვენ გვაქვს ეს 25 თებერვალს 21 თებერვალს ჩვენ დავკარგეთ
საქართველოს ასევე სისხორცეული ნაწილი, ეს იყო ართვინი, ეს იყო არტანი, ეს იყო შავშეთის ნაწილი, სადაც შევიდა თურქეთის საჯარის სამხედრო ნაწილები, ასე რომ ეს იყო საერთოდ დიდი შემოტევა ქართული რესპუბლიკის. ძიმე ფურცლები საქართველოს ისტორიაში დამეთანხმებით ალბათ საკმაოდ ტრაგიკული და ძიმე ფურცლები, რომელიც შემდეგ 70 წელი გასტანა ამ საბჭოთა მმართველობამ ჩვენს ქვეყანაში. ერთი დიდი ტრაგედია 70 წლიანი. ახლა სწორედ ამ კონკრეტულად ამ დღესთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ და ის ადამიანები რომ გავიხსენოთ, ვინც ნამდვილად სხვათა შორის ერთი კითხვა მაქვს. გიორგი კვინიტაძემდე იყო გენერალი, უკვე დაწყებული იყო ეს ომი და შემდეგ შეიცვალა ის გენერალი. რა მოხდა, რა იყო ეს? საქმე ის არის, რომ შელზე საკმაოდ ცნობილი, ასევე ძალიან ცნობილი გენერალია, თუმცა იმ დროს ჩათვალა სარდლობამ, რომ ასე ვთქვათ, მოქმედი ფრონტის გენერალი და ამ ვთქვათ გენშტაბში მომუშავე გენერალით უნდა ჩაენაცვლებინა, ასე ვთქვათ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ გიორგი კვინიტაძეს გაცილებით დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯარში, საკმაოდ პოპულარული იყო და გარდა ამისა, საკმაოდ ასე ვთქვათ, მოდი ვთქვათ, სიხარული შეხვდა ჯარი ამ ცვლილებას, მაგრამ პრობლემა მან სხვა რამეშია. თვითონ კვინიტაძეს არ სწამდა ბოლომდე, რომ ეს ომი შეიძლება გამარჯვებით დასრულებულიყო. ეხლა მოგონებებში წერს ის, რომ როდესაც ესაუბრნენ მთავრობის წარმომადგენლები და ვთქვათ ეს მათ გაუზიარეს ეს მოსაზრება, რომ ის უნდა გამختارიყო სარდალი, მას ჰქონდა რომ ჩვენ ეს ომი გვაქვს წაგებული, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამი ფლანგიდან იყო ძირითადი შემოტევა, ხო? ერთი ანდრონიკაშვილი აკონტროლებდა ერთმანეთს, კი ბატონო მაზნიაშვილი და ცენტრალურ ნაწილს, სოღალოვის ნაწილი და ჯიჯიხია იყო, რომელიც დღე ლილოს მიდამოები დღეს იქ არის თბილისის ეს თბილისის ზღვას ვეძახი თბილისის წყალს. ცოტა დაახლოებით აი მაგზონიდან დაწყებული ვიდრე სოღალოღამდე იქ იყო ჯიჯიხიას აზმი. აი ხიდის აფეთქების თემაზე რო ვისაუბროთ. ფოილოს ხიდზეა მოგონი საუბარი, რომელიც საკმაოდ სხვათა შორის კვინიტაძეს აქვს თვითონ ნათქვამი, მე როგორც მახსოვს წაკითხული და რა თქმა უნდა, ეს რო არ გაგვეკეთებინაო 17-შივე თბილისში იქნებოდა საბჭოთა ამაზე იყო საუბარი. და ამ ხიდის მნიშვნელობა, ფოილოს ხიდი ეს არის წითელი ხიდიდან მოშორებით, არის ეს ასე ვთქვათ, მან ორი მიმართულებით შემოდიოდა, იყო დაგეგმილი შემოსვლა წითელი მე-11 არმიის, იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საბჭოთა ჯარებმა როცა აღადგინეს ეს ხიდი 4 დღეში დაახლოებით რაც აღადგინეს, ხიდიდან გაიგზავნა დეპეშა ლენინთან, რომ აი ჩვენ ეს ხიდი აღვადგინეთ მუშათა და ასე ვთქვათ გლეხთა ეს არმიამ და აქედან ასე ვთქვათ მიესალმნენ ლენინს. ეხლა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ქართველებმა ჩაკეტეს. გახანგრძლივდა მართლა ეს იქნება. ეხლა ერთი ბოდიში. უბრალოდ ერთი დეტალია, ეს არის მხოლოდ კიდე ერთხელ ამბობ, ეს არის თბილისისათვის ბრძოლის ის მონაკვეთი. სხვა მიმართულებები გაცილებით უფრო რთულად უნდა წარასწოროთ რთული მიმართულებები იყო. განსაკუთრებით ეს არის როცა კახეთიდან შემოუტიეს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ რეზერვების გამოყენება და გადმოსროლა თბილისისათვის ბრძოლაში რა რეზერვებიც განლაგებულიყო რეგიონში. ყველა წერტილში დაგჭირდა, ყველა წერტილში დაგჭირდა გამაგრება საქართველოს საზღვრებს. აი ეს კონტექსტი მინდა ზუსტად გავაგზელო. ფონი როგორი იყო ამ დროს საქართველოში? თქვენ აღნიშნეთ, რომ მაშინ გაზეთებში აქცენტები სულ სხვა რამეზე კეთდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 1920 წელს დაიწყო ფაქტობრივად ამიერკავკასიაში გასაბჭოება და საქართველო იმ პერიოდში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ამიერკავკასიაში სადაც წითლები ვერ შემოვიდნენ. ასევე ჩვენ ვიცით, რომ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარა. და საერთოდ ზეიმი მოეწყო საქართველოში, თბილისში აღლუმით ჩატარდა 27 იანვარს. კი ბატონო, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საზოგადოებაში ან სახელმწიფოს რა ფონი და მზაობა ქონდა იმ ყველაფრისთვის თუ როგორც განვითარდა შემდეგ მოვლენები სულ რამდენიმე კვირაში? საქმე ის არის, ეხლა აბსოლუტურად ისტორიული აქცენტებია, თითქოს საზოგადოება ორი ნაწილად გაყოფილი. პოლიტიკური ელიტა
ძალიან დიდ ასე ვთქვათ აქცენტს და ძალიან დიდ იმედებს ამყარებს საერთაშორისო მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლებრივ მხარდაჭერაზე. აი თქვათ 27 იანვარს საქართველოს დეიურეთ აღიარება ეს იქნებოდა თქვათ გარანტი იმისა, რომ საქართველოს გადარჩა. იმიტომ რომ ევროპის სახელმწიფოები აღიარებენ შენი ქვეყნის იურიდიულად არსებობას. რა თქმა უნდა ეს ერთი ნაწილი იყო. ამის პარალელურად იყო ცნობები რომ რუსეთი აპირებს წითელი რუსეთი აპირებს საქართველოს დაპყრობას. აი აქ უკვე შესაბამისი სამუშაო სამწუხაროდ არ იყო ჩატარებული. აი რა შეიძლებოდა გაკეთებული ბატონო ჯაბა? აი ამდენი ხნის შემდეგ ხო ისტორიკოსები ყველაზე კარგად აფასებენ თუნდაც იმ ვერსიებს. როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო პროცესები, ხო? არის საკითხები, სადაც შეიძლებოდა სხვანაირად და რესურსი თუ იძლეოდა საშუალებას. თითქოს სხვა არჩევანი და გამოსავალი არ არსებობდა, ფიზიკურად არ არსებობდა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველო არის. მაგრამ თქვენ აი რა შეცდომებზე მიუთითებთ ახლა? ამის გარჩევის დრო ქართულ ემიგრაციას ჰქონდა. როცა ისინი ჩავიდნენ საფრანგეთში, იქ ძალიან დიდი პოლემიკა მიდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. და თითქმის ყველა გენერალი, რომელიც ამ დროს მონაწილეობს, თავის მოგონებებს ყავს. ხო, მაგრამ რამდენად ახლოს იყო ეს ყველაფერი ჭეშმარიტებასთან? ერთ ფაქტს გეტყვით. საქართველოს საზღვარი იმ დროისათვის, ანუ ის ზოლი, საიდანაც დაიწყო სამხედრო მოქმედებები, დღევანდელი საქართველოს სომხეთის საზღვრიდან გაცილებით სამხრეთით იყო. ის ნეიტრალური ზონა, ბორჩალოს ნეიტრალური ზონა, მარტოს საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო და ქართული ჯარები იდგა იქ. ეს არის ისტორიული ტაშის ზორაკეტი, ისტორიული ეხლანდელი ქალაქ ზორაკეტიდან ქალაქ ტაშიდან და იმ ზოლზე, რომელიც არის აბსოლუტურად მთიანი ზონა არის, მან იდგა ქართული საჯარო ნაწილები. სამწუხაროდ 4 დღეში ჩვენ მთლიანად დავკარგეთ და ამ დანაკარგებზე უნდა ითქვას დაახლოებით 2/3 ქართული საჯარო ნაწილებისა ჩვენ დავკარგეთ, რომელიც ბორჩალოში 11-12-ის გამიდან დაწყებული 16-ის ჩათვლით იყო. აი ეს ამ 4 დღის მანძილზე ეს არ არის პატარა. მანეულამდე დაახლოებით არის აი ამ წერტილიდან სადღაც 100 კილომეტრიანი ზონა. 100 კილომეტრიანი ზონა ძალიან ადვილად დათმო იმ დროინდელმა გვარდიამ და ადვილად მოხდა აი ამ ზონის ასე ვთქვათ გარღვევა თვითონ მე-11 არმიის მხრიდან. ნუ უნდა აღიაროთ რომ ეს იყო და ამას თვითონ სარდლებიც აღიარებენ და ფაქტობრივად გიორგი კვინენტაძე ამაზე წერს კიდევ თავის მოგონებებში. ბატონო ჯაბა, ერთი ასეთი, ანუ შეიძლება დილეტანტი ერთი მობილიზაციის თემა იყო კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. გენერლები თვლიდნენ რომ მობილიზაცია უნდა მომხდარიყო არა იმ დროს როცა მიმდიოდა, არამედ ცოტა ადრე და გაწევა, ახალი გაწევა უნდა მომხდარიყო 20 წლის ნოემბერში, რომ სავარაუდო თებერვლისათვის უკვე მომზადებული ახალგაზრდა ასულად არმია ჯარი ყოფილიყო მზად, მაგრამ ესენი ზაფხულის ბოლომდე მობილიზაცია ქონდა ჯარს, მაგრამ საუბარი იყო მაშინ რომ სახსრებთან იყო, ძალიან დიდ სახსრებთან იყო დაკავშირებულიო და ამიტომ იარაღი არ იყო. დიახ. აი ერთი ესეთ შეიძლება დილეტანტურ კითხვად შეითვალოს ნამდვილად. იყო რამე შანსი იმ პერიოდში რომ საქართველოს აეცილებინა ესე? საქმე ის არის რომ რეალურად ვთქვათ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მოქმედებების დროს მაგალითად ერთი მონაკვეთია საფრანგეთის ფლოტი ჩაერთო, იმიტომ რომ ორი სამხედრო გემი იყო იმ დროისათვის შავ ზღვაზე და ჩვენს სასურვეთ აკვატორიაში და მათ გაუხსნეს ცეცხლი გაგრაში გაგრასთან მოახლოებულ წითლებს. ერთი ეს ფაქტი, სხვა მხრივ სამწუხაროდ ჩვენ გქონდა აბსოლუტურად ასე ვთქვათ პოლიტიკურადაც და ისეთაც სამხედრო თვალსაზრისით ძალიან რთული ვითარება. მეტიც, აი თქვენ წარმოიდგინეთ თეთრგვარდიელები, ეგრეთ წოდებული თეთრგვარდიელები, რომლებიცაც უკვე წაგებული აქვთ ომი, იმიტომ რომ რეალურად სამოქალაქო ომი რუსეთში ამ დროს უკვე დასრულებისკენ მიდის, მათაც კი მოატყუეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. იარაღს დაპირდნენ და იარაღი კონსტანტინოპოლში არ მისცეს. წარმოიდგინეთ. თქვენ დამეთანხმებით ალბათ რომ ამ დღეზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ იუნკერები, ეს დანაშაული იქნება და თუ შეიძლება ორი სიტყვით მაზნიაშვილის რაზმზეც რომ ვისაუბროთ, მაზნიაშვილის რაზმის საუბარს იუნკერები იყვნენ კოჯო-ტაბახვილის ზონაში, მათ რამდენიმე სანგარი ეკავათ. ეს იყო სამხედრო სკოლის ასე ვთქვათ მეომრები, რომლებმაც მართლაც აი ნუ საოცრება
საოცარი გმირობა იყო. საოცარი გმირობა გამოიჩინეს და შეაჩერეს. მაგალითად, ერთი დღის განმავლობაში 5-6 ჯერ შემოუტია წითელმა არმიამ, შემოუტევდნენ, ესენი გვაგდებდნენ, შემდგომ ახალი რესურსებს იღებდა წითლები, კიდევ იწყებდნენ და შეძლეს გაეჩერებინათ ამ ახალგაზრდებს შეძლეს გაეჩერებინათ. უდიდესი გმირობა. ნამდვილად და ბოლოს ერთ დეტალი რა ვთქვათ, მნიშვნელობა თვითონ დამოუკიდებელ საქართველოსი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაგვიპყრეს, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ოკუპაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბდა შემდგომ საბჭოთა კავშირი, იმ 2 წელს და 9 თვეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ მათ დამოუკიდებლობა მაინც ვერ მოუსწრეს. კი, იმიტირებულად, კი, ასე ვთქვათ, ფორმალურად, მაგრამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც საქართველო იყო სოციალისტური რესპუბლიკა და იძულებული იყვნენ საბჭოთა კავშირსაც ეღიარებინა, რომ ამ რესპუბლიკებს საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება ჰქონდათ. დიდი მადლობა ბატონო ჯაბა, ძალიან საინტერესო საუბარისთვის.